მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში, ჩვენ კვლავ ვიმყოფებით ბათუმში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც უკვე 359 დღეა საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ. ამ საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე. თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც ირაკლი ყობახიძემ, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა, რომ ისინი აპირებდნენ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, ამ განცხადებას ქვეყანაში მოყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. და თითქმის 1 წელია უკვე ეს საპროტესტო აქციები ქვეყანაში არ წყდება. ქართული ოცნება ცდილობს როგორმე ჩაახშოს ეს საპროტესტო განწყობა საზოგადოებაში ქვეყანაში და ამ ფორმით შეძლოს ხელისუფლების შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს გასული წლის არჩევნები, საპარლამენტო არჩევნებზეა საუბარი, არ უღიარებია და შესაბამისად ქართული ოცნების დღეს არსებულ ხელისუფლებას მიიჩნევს არალეგიტიმურად და ანტიკონსტიტუციურად. თქვენ ხედავთ თუ რა მასშტაბის რეპრესიები ხორციელდება ქვეყანაში. ამ 1 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ის უფლება წაერთვა ადამიანებისთვის, ანუ სამართლებრივად კანონების მეშვეობით, რომელიც მინიჭებული აქვს თითოეულ ამ ქვეყნის მოქალაქეს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეს და წევრს. მაგრამ ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკა მიმართულია იქეთკენ, რომ საქართველოს მოქალაქეები დარჩნენ უფლებების გარეშე, რომ მათ აღარ ქონდეთ აღარც სიტყვის უფლება, აღარც პროტესტის გამოხატვის უფლება და თქვენ იცით, რომ ქუჩაში გადაადგილებასაც კი უკრძალავენ პროტესტის მონაწილეებს და ყოველ ღამით, 5, 10, 15 ადამიანის დაკავება ხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმს არ მოწონს პროტესტი, არ მოსწონს ის ადამიანები, ვინც ხმამაღლა ამბობს, რომ არ უნდათ რუსულ საქართველოში და რომ უნდათ ევროპულ საქართველოში და რომ ამ ქვეყნის ადგილი არის ევროკავშირში და თქვენ იცით, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში. ამისთვის მიიღო საქართველომ 2 წლის წინ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ამისთვის მიიღო ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა, ანუ ვიზა ლიბერალიზაცია, რომელმაც უდიდესი სიკეთე მოუტანა და უდიდესი ბენეფიტი ყველა სფეროში საქართველოს მოქალაქეებს, როგორც დასაქმების თვალსაზრისით, ასევე თავისუფალი მიმოსვლის თვალსაზრისით, ის რომ ბევრი ადამიანისთვის ძვირადღირებული და მაღალი ხარისხის ჯანდაცვა გახდა ხელმისაწვდომი, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით შესაძლებლობა აქვს, მაგალითად ჩავიდნენ საფრანგეთში, გერმანიაში ან სხვა ევროკავშირის ქვეყნებში და მიიღონ უფასო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და თქვენ იცით არაერთი მაგალითი, არაერთი ადამიანის ისტორია, თუნდაც ჩვენი გამოცემიდან, როდესაც ადამიანების სიცოცხლე უბრალოდ გადარჩა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შეძლეს და მოახერხეს საფრანგეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყანაში ჩასვლა და მკურნალობის მიღება. ქართული ოცნების რეპრესიები ბუნებრივია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გრძელდება, მოქალაქეების წინააღმდეგ გრძელდება და თქვენ იცით, რომ ამ რეპრესიების პირველი, ასე რომ ვთქვათ, ტალღა დაიწყო მას შემდეგ, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ გადაწყვიტა რუსული კანონი შემოეტანა ქვეყანაში და ამით აეკრძალა სამოქალაქო სექტორის არსებობა და ფუნქციონირება ქვეყანაში, ხო? დაარქვა ამას თითქოს გამჭვირვალობის კანონი და საზოგადოებაში ავრცელებდა თავისი პროპაგანდისტული მედიების საშუალებით ინფორმაციას, რომ თითქოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები რაღაცას უმალავდნენ სახელმწიფოს, ფინანსების წარმომავლობას უმალავდნენ და ისინი მათი საქმიანობა არ იყო გამჭვირვალე, რაც ბუნებრივია იყო სიცრუე და ტყუილი, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში
ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მაგალითად დასავლური ფონდებიდან ფინანსდებოდა, იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე, მათი დოკუმენტაცია, მათი ფინანსური ანგარიშები, მათი საქმიანობა იყო სრულიად გამჭვირვალე და არც არასდროს დაუმალავთ ამ ორგანიზაციებს მაგალითად, რომ ფინანსდებოდნენ ისეთი დონორი ორგანიზაციებისგან, რომელიც თავად აფინანსებდა საქართველოს მთავრობას და თქვენ იცით, რომ ევროკავშირი იქნებოდა თუ ამერიკული ორგანიზაციები თუ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები ისევე აფინანსებდნენ მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას და ამის შესახებ ყველაფერი ნათელი გამჭვირვალე იყო და საზოგადოებაც მშვენივრად იყო ამის შესახებ ინფორმირებული, თუმცა ეს იყო მოგონილი მიზეზი, რომ თითქოს გამჭვირვალობა აკავდა სამოქალაქო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და ამისთვის იყო ეს კანონი საჭირო. თუმცა რეალობა იყო აბსოლუტურად განსხვავებული. და ეს მაშინ, როცა ქართული ოცნება სულ საუბრობდა, რომ თითქოს გამჭვირვალობის სახელით იღებდა რაღაც კანონებს, ამ დროს თავად საქართველოს მოსახლეობას უმალავს ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, გადაწყვეტილებებს, რომელიც შესაძლოა პირდაპირ აისახოს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაზე, მათ განვითარებაზე და საერთოდ ამ ქვეყნის მომავალზე. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი უდიდესი პროექტი, რომლის განხორციელებაც ქართულმა ოცნებამ დაანონსა, ეს არის არაბული ინვესტიცია, რომელიც უკავშირდება არაბულ კომპანიას Eagle Hills და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სულ საუბარი, რომ თითქოს ქართული ოცნების დამსახურებაა ის, რომ 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა შემოიტანოს ამ არაბულმა კომპანიამ ქვეყანაში და განახორციელოს აქ საუბარია იმაზე, რომ ამ Eagle Hills-ის ინვესტიციის შედეგად 600 ჰექტარზე არის საუბარი, რომელიც კრწანისის ტყეპარკში უნდა განხორციელდეს და ასევე საუბარია გონიოში, სადაც ასევე 250 ჰექტარზე უნდა აიგოს რაღაც სასტუმრო კომპლექსები და ასე შემდეგ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სულ საუბრობს ქართული ოცნება აი ამ პროექტზე, რომ რაღაცა უდიდესი პროექტი ხორციელდება, ამ ხელშეკრულების ირგვლივ ბუნდოვანია ძალიან ბევრი რამ. და როდესაც მოქალაქეებს საზოგადოებას უჩნდება მაგალითად კითხვები, რომ რა პროექტია, რა სარგებელს მიიღებს ამით ქვეყანა, ხომ არ მოხდება მაგალითად გარემოს დაზიანება, იმიტომ რომ აი უზარმაზარ ტყეპარკზეა ხო საუბარი, სადაც უნდა ჩაიდგას რაღაც ქვის შენობები და შესაძლოა რომ მოხდეს ეკოლოგიის ხელყოფა და ძალიან ბევრი კითხვა ისმება ხო ამასთან დაკავშირებით. ან რა სარგებელს მიიღებს მაგალითად საქართველოს მოსახლეობა. გამომდინარე იქიდან, რომ აი ამ ხელშეკრულებას საერთოდ გრიფი დაადეს და ეს იმას ნიშნავს, რომ გაასაიდუმლო ეს სახელმწიფოსა და ამ ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსი და მას ვერ გაიგებს მაგალითად რიგითი მოქალაქე და შესაბამისად არ იქნება ის გამჭვირვალე, გამოქვეყნებული და ინფორმაციას ვერ მიიღებს საქართველოს მოსახლეობა. ბუნებრივია ის რაც არის ბუნდოვანი, ის რაზეც არ არსებობს პასუხი, იწვევს ბევრნაირ შიშებს ხო საზოგადოებაში. აგრეთვე საუბარია იმაზეც, რომ როდესაც აი ამ ინვესტიციის განხორციელება დაიწყება და ვთქვათ რაღაც კომპლექსების მშენებლობა დაიწყება, ამ მშენებლობის პროცესში დასაქმებული არ იქნებიან საქართველოს მოქალაქეები და მუშებიც ვთქვათ იქნებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ბუნებრივია ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ქვეყანაში საიდანაც ადამიანები უმუშევრობის გამო, სიღარიბის გამო გარბიან ევროპის ქვეყნებში, ხო, რატომ იზრდება მიგრაცია? იმიტომ რომ ადამიანები არიან უმუშევრები, შემოსავალი არ აქვს, სამსახური არ აქვს და ეს არის პირველი მიზეზი იმისა, რომ მიგრაცია იზრდება ქვეყნიდან და ქართული ოცნება, რომელსაც თავი მოსწონს, რომ აი ამ ხელა ინვესტიცია შემოაქვს თურმე ქვეყანაში, ამ ინვესტიციის განხორციელებისა საქართველოს მოქალაქეებს ეუბნება, რომ თქვენ კი არ დასაქმდებით, აი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ჩამოვიყვან საიდან პაკისტანიდან და რაღაც სხვა ქვეყნები იყო დასახელებული და ისინი იმუშავებენ აი ამ ქალაქების მშენებლობის პროცესში და ბუნებრივია ეს არის გამაღიზიანებელი და იწვევს პროტესტს ხო საქართველოს მოქალაქეებში. რას იწვევს ზოგადად აი ამ ტიპის დახურული
ხელშეკრულებების გაფორმება. რა რისკები შეიძლება იყოს ასეთ შემთხვევაში, რატომ ასაიდუმლოებს ზოგადად ხელისუფლება, არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებაზე ვსაუბრობ, ქართული ოცნების ხელისუფლებაზე თუ ზოგადად სხვა ვინმე იქნება, როდესაც ამ ტიპის ამ დონის ინვესტიციის განხორციელებისას ხელშეკრულება ხდება გასაიდუმლოებული. რა აიძულებს ხელისუფლებას თქვათ იმას, რომ დატოვოს ამ ხელშეკრულების პირობები საზოგადოებისთვის დამალული და დაფარული, ხო? აი ამასთან დაკავშირებით გვინდა რომ ჩვენ აქ პროტესტში მყოფი ადამიანების მოსაზრებებიც მოვისმინოთ, თვითონ რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით, თვითონ რა კითხვები უჩნდებათ და მინდა რომ აი მოქალაქეების მოსაზრებები ჩვენს ჩართვაშიც მოგასმენინოთ. მოგესალმებით მეგობრებო, აზა მოგესალმები ბათუმელების ჩართვაში ხარ. მადლობა რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო. მოქალაქეებს ვესაუბრებოდი აი არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც თავად კობახიძე აკეთებს რეკლამას. აი თითქოს არის ამ კომპანიის რაღაც წარმომადგენელი, PR მენეჯერი და პირდაპირ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ზის და უწევს რეკლამირებას, ხო, აი ამ ინვესტიციას. ამავდროულად, როდესაც მაგალითად ისინი რუსულ კანონებს იღებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ და გამჭვირვალობას თხოვდნენ არასამთავრობო სექტორს, მედიას, სამოქალაქო ორგანიზაციებს, თვითონ აცხადებენ, რომ ეს ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეს, არის საიდუმლო და მის შესახებ საზოგადოებამ არაფერი არ უნდა იცოდეს. აი თქვენ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, როდესაც გესმით, რომ თურმე 6 მილიარდის ინვესტიცია შემოდის რაღაც საეჭვო ისტორიის მქონე ინვესტორისგან, მაგრამ საქართველოს მოქალაქემ არ უნდა იცოდეს რაზე მოილაპარაკა ოცნებამ და აი ამ კომპანიის წარმომადგენლებმა, რა ტიპის კითხვები ან შიშები ჩნდება საზოგადოებაში და რას ნიშნავს ეს საერთოდ? გრიფდადებული გასაიდუმლოებული ხელშეკრულებები. სწორად აღნიშნეთ კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნამდვილად არ უნდა ემსახურებოდეს კერძო ბიზნესის რეკლამირებას და PR-ის სამსახურში არ უნდა იყოს ჩამდგარი და უნდა ასრულებდეს სხვა საქმეს, რაც პრემიერ-მინისტრს შეესაბამება და შეეფერება, თუმცა ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ეს ადამიანები აღარ ასრულებენ თავიანთ საქმეს, ასრულებენ დაკვეთებს, რომლებიც მოდის რუსეთიდან, რომელიც მოდის ერთი ადამიანიდან, რომელიც მოდის სხვა ქვეყნის ინტერესებზე დამორჩილებას და იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში ვიღებთ კანონებს, რომლებიც ითვალისწინებს სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარს, დღეს პრემიერ-მინისტრი აკეთებს ამას სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარია ქვეყანაში. რაც შეეხება დიდ პროექტებს, რომლებიც ზოგადად ხორციელდება საქართველოში და ეს კონკრეტული პროექტი არ არის ერთადერთი გამონაკლისი პროექტი, ჩვენ გვქონდა ქვეყანაში ნამახვანხესის პროექტი, ჩვენ გვაქვს ქვეყანაში კუნძულის პროექტი, რომელიც ბათუმში შენდება, ჩვენ გვაქვს ასევე ქალაქში, რომელიც არის რივიერას პროექტი, რომელიც ასევე შენდება და ძალიან ბევრი კითხვით ნიშანი არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ 60 ჰექტარი მიწა მაგალითად ხელისუფლებამ ერთ ლარად გადასცა კომპანიას, რომელსაც მილიონობით ლარი უნდა შემოეტანა ბიუჯეტში, მაგრამ დღემდე არანაირი ინვესტიცია და ლარი არ არის ჩვენს ბიუჯეტში შემოტანილი და კერძო ბიზნესები იღებენ ამით სარგებელს. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ არაბულ ინვესტიციებს შემოდის ქვეყანაში და გარდა იმისა, რომ ეს ხელშეკრულება არის ბურუსით მოცული, გრიფით საიდუმლო და მოქალაქეებმა არ ვიცით თუ რის საფუძველზე რა ხელშეკრულებას უდებს სახელმწიფო ამ კომპანიას, უნდა გვიხაროდეს თუ სასარგებლოა მაშინ რატომ მალავენ ჩვენი ქვეყნის ამ პროცესში, რა სარგებელს მიიღებს მოქალაქეები ამ პროექტიდან, ჩვენ ეს ყველაფერი არ ვიცით. ცხადია, აქ რომ იყოს ქვეყნისთვის სასარგებლო გარიგება, ამას ქვეყანა გამოიყენებდა საიმისოდ, რომ თავი მოეწონებია და ეთქვა, რომ ჩვენ ქვეყანას მილიონობით და მილიარდობით შემოსავალი ექნება ამ თვალსაზრისით. თუმცა ჩანს, აი ამ შემთხვევაში ჩანს, როდესაც ასე არის საიდუმლოებით მოცული, რომ აქ არ იქნება და ვერ იქნება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გაფორმებული ხელშეკრულება. ამის ცხადი მაგალითია, ხო? ჩემი ის ნახსენები პროექტები ამის მაგალითი იყო, რომ ჩვენ არანაირი სარგებელი არ მიგვიღია. აი ამ მუშევარ ქვეყანაში ეუბნებიან, რომ მუშახელიც უნდა ჩამოიყვანონ თურმე
იგივე ამბავი გვაქვს ჩვენ მაგალითად ჭიათურის შემთხვევაში, ხო? გაღატაღებული, გაღარიბებული მაღაროელები, რომელიც მთელი წელია პროტესტში არიან, პროტესტში არიან, შიმშილობენ, მათ შორის დაჭერილებიც არიან, ხო? და იხდიან სასჯელს ეს ადამიანები, რომლებიც თავიანთ მიწა-წყალზე უამრავი სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებენ თავიანთი სიცოცხლის ჯანმრთელობის ხარჯზე, მაგრამ ეს ადამიანები არიან ღარიბები. ფათაშორის რუსი ხელმძღვანელი ყავს ამ კომპანიას, ხო? რომელი ქვეყნის მოქალაქეები ესეთ რუსეთში თუმცა მაინც ნიშანდობლივია, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელია. ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან ლოიალურია ჩინური, არაბული, ინდური კომპანიების მიმართ, ნუ ხა არაბული განსაკუთრებით და ჩინური კომპანიების მიმართ, ეს ნიშნავს მათ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას, პოლიტიკურ არჩევანს, ვისთვის აკეთებენ, საით აკეთებენ, თქვათ, სწორებას. ჩვენ ვნახეთ არაბეთის წარმომადგენლებთან როგორი თავმოხრილი და როგორი მოწიწებით იქცეოდა პრემიერი და ივანიშვილი. აი ეს არის მათი გაცხადებული პოლიტიკა და უღებენ მათ კარს, ყველანაირად სათათბურე გარემოს უწყობენ ქვეყანაში, აძლევენ ჩვენი ქვეყნის მიწა-წყალს, არ ვიცით რამდენი წლით, განუსაზღვრელი ვადით, განუსაზღვრელი მოგებით, და ისიც არ ვიცით გარემოზე რაზე მოქმედებას მოახდენს, ხო? როგორც ვიცით, იქ არის დაცული ტერიტორია. ჩვენ საერთოდ ჩვენი ხელისუფლება ამას უკვე დაჩვეულია. ჩვენ არცერთჯერ არ ვქონდა არცერთ შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასება დასკვნები, არც პროექტის კუნძულის შემთხვევაში, არც რივიერას შემთხვევაში, არც ნამახვანის შემთხვევაში, არც ამ პროექტის შემთხვევაში არ გვექნება. რა ზიანს მოიტანს ის გარემოზე, რა ზიანს მოუტანს იმ ტყე-პარკის ტერიტორიას, იქ არსებულ ფლორას და ფაუნას, რა ზიანს მოუტანს ადამიანების სიცოცხლესა და გარემოს. ასევე არის საუბარი, რომ ამ პროექტში შედის გონიოს ტერიტორია. გონიოს ტერიტორია, როგორც იცის ალბათ თქვენმა მაყურებელმაც და თუ არ იცის, გაიგებენ, რომ ეს არის პოლიგონი, არის დანაღმული ტერიტორია, სადაც არის საფლავების, სამარხები და მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერებებიც, სადაც მშენებლობა არის წარმოუდგენელი, შეუძლებელი. ამ ტერიტორიას შესწავლა ჭირდება გეოლოგიური, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული. სწორედ ასეთ ვითარებაში ქვეყანა აფორმებს ხელშეკრულებას. არ აქვს მნიშვნელობა ეს არაბული იქნება თუ რომელიმე სხვა ქვეყანა. ინვესტიციების წინააღმდეგი არავინ არ არის, უბრალოდ ბუნდოვანი და დახურული ხელშეკრულებები. გრადი განვითარებისა და ინვესტიციების და ზოგადად ეკონომიკის განვითარების მოწინააღმდეგე ცხადია ვერ ვიქნებით ვერავინ, იმიტომ რომ კარგად გვესმის, რომ ამაზე დგას ქვეყნის ეკონომიკა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ არაფერ ხელმოსაჭიდი არ აგვაქვს, რაზეც პასუხებს მივიღებდით ჩვენს კითხვებზე და არის სრული ბუნდოვანები. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ყველა ხელშეკრულება გასაჯაროვდეს, მასშევე დაიდოს დასკვნები, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნები, რომ ვიცოდეთ ადამიანებმა, რომ ეს ყველა პროექტი იქნება უსაფრთხო, იქნება ადამიანებისთვის ხელსაყრელი, გარემოსთვის ზიანის არ მიმყენები და ეკონომიკურად ადამიანებისთვის ხელსაყრელი. აზა, ძალიან დიდი მადლობა, რა გაგვიზიარეთ მოსაზრება. ასლან ჭანიძეს ხედავთ, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელს. ასლან, აზას ვესაუბრებოდი, ბუნებრივია, მან გამოთქვა თავისი მოსაზრებები აი არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, რომელსაც თავად ქართული ოცნების წარმომადგენლები უწევენ რეკლამირებას, ხო? სარეკლამო რგოლში ვნახეთ თავად ირაკლი ყობახიძე, რომელიც ზის და უყვება მოსახლეობას, რომ ძალიან მაგარი ინვესტიცია შემოდის ქვეყანაში, თუმცა გასაიდუმლო ეს ხელშეკრულება, საზოგადოებას ეუბნებია, რომ თქვენ არავინ გეკითხება რა ჩავწერეთ იქ, თქვენ არაფერი არ უნდა იცოდეთ და ბუნდოვნად რაც ვიცით, თქვათ, არაოფიციალურად, საუბარია იმაზეც, რომ მუშახელიც კი უნდათ, რომ ჩამოიყვანონ უცხოეთიდან ქვეყანაში, საიდანაც ხალხი უმუშევრობის გამო გარბის და რას ფიქრობთ ამაზე? რა შემთხვევაში მალავენ ხოლმე ხელშეკრულების შინაარს? როცა მაშინ რაიმე რისკია თუ არ უნდათ იმ ხარის გამჟღავნება, ვის ინტერესებიც არის შადებული და შეიძლება ამ შემთხვევაში ივანიშვილის ინტერესი იყოს თუ რა შეიძლება იყოს ამ დამალვის მოტივი? პირველ რიგში, როდესაც ირაკლი ყობახიძეს
ბატონი ბიზინა ივანიშვილი გაუშვებს სახლში და თუ არ დაიჭირეს, იმიტომ უკვე პრეცედენტები გვაქვს, რომ ამ ქვეყნის მართველი, რეალური მართველი თუ ვინმეს უშვებს სამსახურიდან და გაუნაწყენდება თუ რა ვიცი კბილს დაასვობს, შემდეგ იმ სისტემას, რომელიც ეს ხალხი მონაწილეობდა ჩვენებობაში, შემდეგ ის სისტემა აწყდება თავზე. თუ გადაურჩა დაჭერას, აი ერთი პროფესია აითვისა უკვე შეუძლია მერე დეველოპერებთან დაიწყოს საქმიანობა. ეგ ხუმრობით, მაგრამ თუ ამას შევხედავთ სერიოზულობით, ჯერ უცნაურია, როდესაც პრემიერ-მინისტრი ზის და რომელიღაცა კერძო კომპანიის ინტერესებს აფიარებს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს რაღაცა 30-15%-ია. ეგ ხო ძირითად მფლობელი არ არის სახელმწიფო, არამედ 75%-იანი მფლობელი. მეორე, როდესაც ხელშეკრულებას ასაიდუმლოებ უკაცრავად, მაგრამ ეს ქვეყანა ირაკლი კობახიძესი არა, ანუ ბიძინა ივანიშვილის, ხო? ამ ქვეყნის მართველები ჩვენ ვართ, თითეული მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, თუ რაში გამოიხადება სახელმწიფო ინტერესი. რას ნიშნავს 25%? ჩვენ ხო არ ვიცით რა პირობები ჩაიდო და რა ზარალს მივიღებთ აი ამ ხელშეკრულებიდან, იმიტომ ჩვენ გავ გამოცდილება, როდესაც სახელმწიფოს პირობების შეუსრულებლად სახელმწიფო დაჯარიმდა დამახვან ჰესის პროექტია სხვათა შორის, ხო? მილიარდობით ლარია გადასახდელი თუ დოლარი. რაღაცა მილიონობით დოლარი თუ მილიარდ რა მნიშვნელობა ერთი თეთრით, რომელიც ჩვენ მოგვიწევს გადახტვა, ეს არის ქვეყნისთვის საზიანო, ხო? მე მახსოვს, როდესაც აგერ ტექნიკური უნივერსიტეტი თუ სასტუმრო თუ რაღაც აპირებდნენ მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება და რომ ვიჩივეთ სასამართლოში, მაშინაც გაასაიდუმლეს ხელშეკრულება, როდესაც ვიძახდით, რომ სახელმწიფო ამის ინიციატორი და რას მისდავს ხელშეკრულების გასაჯაროება, ისე აშენდა, ვერც გავიგეთ რა აშენდა, იმიტომ საბუთებში ერთი იყო, თქვათ, მაშინდელი პრეზიდენტი. თუმცა ახლა გაცილებით დიდ პროექტია. აი ახლა არის დიდ პროექტი. თან იმ ტერიტორიაზე და თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც მეუბნებიან, რომ ალტერნატიული გზა არ არსებობს, ესაა კატასტროფა, რომ გაიარო გონიოს ტერიტორიაზე. იმიტომ გონიოში აშენდა კვარიატში, სამში უამრავი კორპუსებია და ვეღარ უძლებს ამ დატვირთვას და თან გვერდით აეროპორტია და გვეუბნებიან, რომ იმ გემების შემოვლელი, იახტების შემოვლელი, თან იმ ტერიტორიას სტატუსი დააკარგინა. ეს მიწა ხო ბაბუამისის არ იყო და მე რომ მოვიდოვო ჩემი ძის ნაკვეთში რაღაცის გაკეთება, იმ ხელა რეგულაციები უნდა გავიარო და თან ყველაფრის გასაჯაროებას თხოვენ და აქ როდესაც მე ვარ საქართველოს მოქალაქე და ელემენტარულად კითხვას ვხვამ, რომ იცით რა მაინტერესებს რა ხელშეკრულება გაფორმდა ხალხი. რა კომპანია ეგეთ? რა სარგებელს, რა სიკეთეს მიიღებს საქართველოს მოქალაქე? ამბობენ რომ ცნობილი კომპანია 7 მილიარდ დოლარჩა. მე თუ 6 მილიარდი, ხოლმე 30 მილიარდი ზარალს ნახავ. მაშინ რა აზრია ამის გაკეთებას და ამას, მაგრამ რა არის, იცი არალეგიტიმური ხელისუფლება? მათ ხო ეს ქვეყანა ჩვენთვის არ ჭირდება. მათ ეს ქვეყანის განვითარებაც აღარ უნდა თავისი განცხადებებით, ერთი დღევანდელი ორი განცხადება, თორე ოცნების განცხადებას, ხო? ანუ იმიორებს რუსულ პროპაგანდას და შესაბამისად მათ გადაწყვიტეს, რომ ეს სურვილი აქვს. უბრალოდ სწორედ ეს გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილი. ვინ ეკითხება ირაკლი კობახიძეს, ხვალე რა განცხადება გააკეთა. უბრალოდ ის დამდგარი ახმოვანებს იმას, რასაც უნდა ვთქვათ ამ შემთხვევაში ერთი კაცის მართლს და ის ერთი კაცი მართლი ბევრი ეჭვი არსებობს იმისა და მტკიცებულებებით, განცხადებები ამაზე მეტყველებს, რომ რუსულ პოლიტიკას ატარებენ ქვეყანაში. შესაბამისად, მე სულ არ ვიცი, შეიძლება ხვალე აღმოჩნდეს, რომ შემსრულებელი კომპანია რუსული კომპანია იყოს. ანუ ჯერ რას ნიშნავს, რომ ვიღაც ფული ჩაიდება, ვინა ეს ინვესტორების მეწილები უნდა. ესი არ ხდება ქვეყანაში, რომ რაღაცა ცივილიზებულ სამყაროში ესე არ ხდება. ცივილიზებულ სამყაროში ესე არ უნდა ხდებოდეს, როდესაც საუბარია იმ ხილვა ტერიტორიაზე. ხო, პატარა თან ისეთ პროექტზე რაცაც მათდებენ, რა ვიცი, გემები, იგენი, ხვალე იმ ტერიტორიას დამხმარ, კარგი დაუშვათ და იქ იმდენი ადამიანი უნდა იმუშაოს, ხო? ფაქტობრივად იმ ტერიტორიის თლიანად ათვისება მოვა. ის დღეს ახალ და ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ პირობაში დევს, მართალი არ გვინახავს, მაგრამ რაც გამოვიდა, ვთქვა, ხო? ვთქვათ, ხო, არა, თვითონ
ითქვეს ამა თუ იმ საუბრებში, რომ უცხოელებზე უნდა გაიყიდოს ეს აპარტამენტები და არა ქართველებზე ვთქვათ, არა ადგილობრივებზე. ესეც ჩვენს ეჭვს, რომ რამდენი აპარტამენტი იქნება უცხოელებზე გადაცემა რას ნიშნავს, ანუ ხო ბევრი კითხვის ნიშანი ხდება, თუნდაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იდეაში პრობლემას იმაში კი არ ხედავ, რომ უცხოელმა რაღაც საკუთრება იყიდოს. პრობლემა ხო, მაგრამ რა მასშტაბის, რა რაოდენობის, რამდენი ხნისია. ის უცხოელი ვინა, რა ფულზეა საუბარი. მეორე, ფულის გაკეთება მოხდება თუ არა. მესამე, რომ იქ დასაქმების პერსპექტივაში მე შეიძლება ქართველი გამისაქონ საქართველოს მოქალაქეები, ანუ ქართულზე მარტო არა ლაპარაკი, შეიძლება იყოს 10% და გითხრა რა აგერ დასაქმდა, მაგრამ როგორც წესი საქართველოში რა ხდება? საქმდება ვიღაცა უცხოელი, რომელსაც არ ვიცი, 10 მაგი ოდენობის ხელფასი და ქართველი საქმდება, რომელსაც კაპიკებს უხდიან და უნებენ დაკმაყოფილდიან. საარსებო მინიმუმი. და ფაქტობრივად დღეს რომ ავიღოთ ბიზნეს სექტორის უმრავლესობაში ხშირად მედიაში, თავისუფალ მედიაზე საუბრობდა, არა პროპაგანდისტებზე, სადაც იწერება სიუჟეტებია, სადაც მონოშრომას ეწევიან საქართველოს მოქალაქეები კაპიკების გამო და ყველაფერზე საყვედროსია. როდესაც ამბობ, რომ ძირითადი მასა უცხოელების იქნება და რა ვიცი, არაბეთის, საუდის არაბეთის მოქალაქე, იგივე თავის კულტურა შემოაკვეთ, თავისი წესები შემოაკვეთ, ჩვენ ნახეთ თუ რა მოხდა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლით. მასობრივად შემოსვლაზეა მასობრივად შემოსვლაზე, სადაც თავისი კაფეები, საკუთარი რესტორნები, მანქანის გასარეცხად მივედი და ადამიანი რომ მე ქართულია, არ ვიცი და თულად მელაპარაკე. ანუ გახსნილი აქვს ეს მე წინააღმდეგი არ ვარ ვიღაცა ბიზნესმენი. ანუ შესაძლოა მოხდეს სამუშაო ადგილების ძარცმევაც, ხო, ადგილობრივებისთვის. რატომ და ვიღაცას მაგალითად ბიზნეს სექტორია შესული და ვიღაცა ეუბნება რომ ქართული არ ვიცი, ხო? ამიტომ მე ვამბობ რომ აპრიორში ეს ყველაფერი არის საფრთხე. საფრთხე არ არის იმის გამო რომ მხოლოდ აი ტერიტორია, არა ესე არ არის არაბი. არის საუბარი რომ ეს სახელმწიფო უსაფრთხოება, კორუფცია, ფულის გათეთრება, რას ნიშნავს რომ რა ვიცი ამდენ პროცესში ბინას ისიყიდიან, ანუ აპრიორში მეუბნება რომ შენ მომაკტავი ხარ და აქ ვერ იყიდი, როდესაც იზახია რომ კვადრატული ამდენი საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერებისკენ არ არის ეს პროექტი. ანუ ჯერეთი შეხედეთ რა ხდება ნებისმიერი ბინის სახლის აშენება, მე არ ვთვლი რომ ეს ინვესტიცია ქვეყანაში, იმიტომ ერთჯერადად ველა თქვენ ბინას იყიდით და ამით მორჭება. ერთჯერადად ის გადაიხდის ფულს. როდესაც მეუბნება რომ იქა ინფრასტრუქტურა იქნება, რა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, კორპუსები თუ აქ ჩამოვლენ ის სამცირებული პირები, რა ვიცი, სოფლიოს სანჯი გინდა არაბი იქნება, გინდა რუსი და გინდა სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. ანუ სამცირებული პირების თავშესაფარი ხო არ იქნება. ანუ როდესაც სახელმწიფო ყველაფერს აისაიდუმლებს და პრემიერ-მინისტრი, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი გამოდის და რა ვიცი მე, კაი ბროკერი ვიტყვება თუ იქ რა გაკეთდება და ინვესტიცია და რაღაცა, მანამდე ყოველთვის ბლოკავდი საიტებს ან Facebook გვერდებს, სადაც იყო რომ მაგალითად სალომე ზურაბიშვილი რაღაც ფეიქ გვერდები. ახლა ნებისმიერი არ ვიცი უცხოეთში მყოფი ადამიანი ამას რო შეხედავს და გონება გახსნილი, ოდნავ იტყვის აი ფეიქია რომ როდის სოფლიოში არ არსებობს რომ გამოსული და პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს რაღაცები დინები იყიდათ. ეგ არის აი ეგ წარმოუდგენელი თან ამას კი არ ამბობს რომ ქვეყნისთვის, ამას ამ კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლებისთვის. და როდესაც გვეუბნებიან ქვეყნის ინტერესები, რა ვიცი, ღირებულებების დაცვა, გაურკვეველია რა ღირებულებებზე ლაპარაკობენ, მაშინ რა იცი, ერთ სამბოლოო ეს თქვენ არ გეკითხებათ, მაშინ ეუბნებიან რომ ეს მოქალაქეების საქმე არ არის. მე რო ვეკითხები, იმიტომ რომ მე არა ვარ რაღაცა ვიღაცის მოძულე, მაგრამ მე ამ ქვეყანაში არც არაბი მჭირდება, არც რუსი, არც იგი, რომელიც არ არის არ ეგუება ჩვენ გარემოს და ჩვენ კულტურას, არ სწავლობ ჩვენ ენას, არ სწავლობ ჩვენ კანონმდებლობას და რაც თავარია დაკავებულია შავი ფულით შემოტანა. არ მჭირდება, ესეც საქართველოს მოქალაქეც არ მჭირდება, ხო? მაგრამ სანაცვლოდ მივიღეთ მასა ადამიანები, უკვე მივიღეთ, რომელსაც სულ არ აინტერესებს ჩვენ ქვეყანაში რა წესებია, თავის სტანდარტებს ადგენენ, უშუალოდ იმსახურებიან. არ გინდა და გადი ბატონო და აქ არის საერთოდ საუბარი იმაზე, რომ კაცმა არ იცის რა უნდა აშენდეს. ანუ ზოგადად ვიცით პროექტი გაიგო. და მეორე აი კონსულის ამბავი რომ ხო? კი ბატონო. ანუ აი ახლა მაინტერესებს ამ ბათუმმა რამდენი უნდა გავუყო. ორბის კორპუსები, ნახევარკუნძული, კუნძული, აგერ მაგას რო გვაჩვენებს ასლან. ხო და არ ვიცი, გენ თუ აეროპორტსაც იყიდიან და მანქანებით არიგებიან და აეროპორტით იგია რა.
ეგ მე მგონი ეს სიტყვით ბევრი კითხვა, რომელიც შეიცავს რისკებს, ხო? აი ეს სისხლის სამართლების პასუხისმგებლობა პირველ რიგში აი ზუსტად არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრს, რომელიც დაკავებულია ამით. მადლობა ასლან. ბათუმელების ლაივს ვინც ახლა შემოვერდით, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც საქართველოს მოქალაქეები 359 დღეა მართავენ საპროტესტო აქციას. ამ აქციების უცვლელი მოთხოვნაა ის, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რადგან გასული წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის აღიარებული საქართველოს მოსახლეობის მიერ და ოცნების ხელისუფლებას მიიჩნევენ არაკონსტიტუციურად, არალეგიტიმურ ხელისუფლებას და ბუნებრივია ასევე მათი მოთხოვნები არის, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან და ის, რომ ასევე საქართველოს უნდა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, რადგან ევროინტეგრაციას ჩამოშორებული საქართველოს, იზოლაციაში მყოფი საქართველოს, დემოკრატია დაკარგული სახელმწიფო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ბუნებრივია საშიში გარემო, სადაც ადამიანები ვეღარ შეძლებენ განვითარებას, ვერც ეკონომიკურად განვითარებას, არც მათი უფლებები იქნება დაცული და ბუნებრივია ეს კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნიდან მიგრაციას, რაც დაასუსტებს ამ ქვეყანას როგორც სახელმწიფოს და როგორც საზოგადოებას. ეს საპროტესტო აქციები, როგორც გითხარით, თითქმის ყველა ქალაქში იმართება ქვეყანაში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და თქვენ ხედავთ მოქალაქეების განწყობებს, მათ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ შეეგუებიან ამ ქვეყანაში რუსულ რეჟიმს, რუსულ წესებს და იბრძოლებენ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, იმისათვის, რომ პირველ რიგში იყოს უსაფრთხოება ამ ქვეყნის დაცული და მუდმივი რუსული ოკუპაციის შიშისა და საფრთხის ქვეშ არის ცხოვროს ყველა თაობა ამ ქვეყანაში და ის, რომ ასევე ევროკავშირის წევრობა ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქნება უკეთესი განვითარება, უკეთეს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, უკეთეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა და რაც მთავარია, უსაფრთხოება და ამ ქვეყნის სუვერენიტეტის, რეალური სუვერენიტეტის დაცვა და გაძლიერება და არა ის რაღაც ფსევდო სუვერენიტეტი, რომელსაც ქართული ოცნება, ასე რომ თქვათ, სთავაზობს თავის ამომრჩეველს და რომელიც რეალურად ოკუპაციურ რეჟიმში ცხოვრებას უფრო ნიშნავს, ვიდრე თავისუფლებაში და უსაფრთხოებაში. მე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გვიყურებდით, ჩვენთან ხართ, იღებთ ჩვენგან ინფორმაციას. თქვენ შეგიძლიათ ასევე, რომ დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ ახალი ამბები ნახოთ ბათუმელების როგორც ვებ გვერდზე, ასევე Facebook-ის გვერდზე და YouTube-ის გვერდზე და ასევე თვალი ადევნოთ ჩვენს პირდაპირ ჩართვებს, სადაც მოგასმენინებთ თუ რას ფიქრობენ მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და იმ პროტესტზე, რის გამოც ისინი მთელი წელია ქუჩაში დგანან. მადლობა კიდევ ერთხელ, გემშვიდობებით, მომავალ ამ დრომდე. დროებით.